მოსკოვის საქართველოში ახალი დასაყრდენის მოსაძებნად ახალ გეგმას ამუშავებს. ექსპერტებისთვის უკვე ცნობილია, რომ ბურჯანაძე, ნოღაიდელი, გულაშვილის პროექტების ჩავარდნის შემდეგ კრემლმა ალტერნატიული გეგმის შემუშავება დაიწყო. ამჯერად რუსეთმა კარგად ნაცადი ხერხი ორი ქვეყნის ერთმორწმუნეობა გამოიყენა. ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი როლი კი მიხეილ ხუბუტიას დააკისრა. პროექტი ნომერი 1 ნინა და ზურა ჩავარდა. ოპერაცია თბილისი-მოსკოვი, მოსკოვი-თბილისი კრემლს დიდი მცდელობის მიუხედავად არ გამოუვიდა. ყოფილ ჩინოვნიკებს საქართველოში ნდობის საკმარისი მანდატი არ აღმოაჩნდათ. ბურჯანაძე, ნოღაიდელმა საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში დასაყრდენი ვერ ნახა. Darumატებელი აღმოჩნდა პროექტი თბილისი, ვენა და თბილისი, სანქტ-პეტერბურგი. კრემლის მოლოდინი ვერც ალექსანდრე ებრალიძემ გაამართლა. ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის ორგანიზებულმა ფორუმებმა შედეგი ვერ გამოიღეს. შეხედვა აძარს ჩაიფიქრო და უცილებლად პრეზიდენტი გახდე. რახით დასრულდა პროექტი მალხაზ გულაშვილი. მართლმადიდებლობის და ქართული შეგნების სახელით დაწყებული მოძრაობა მარტივ რელიგიურ ექსტრემიზმში გადაიზარდა. ეგრეთ წოდებულ ეროვნულ ინტერესებზე დადებულმა ფსონმა ვერც ამ შემთხვევაში გაამართლა. საზოგადოებამ ბურჯანაძე, ნოღაიდელის შემდეგ არც გულაშვილის მოძრაობა მიიღო. წარუმატებელი პროექტი ცხინვალის გავლით მოსკოვში გაქცევით დასრულდა. ერთადერთი რადაც ფიქრობს რუსეთი ეს არის როგორც ჩანს ძალისმიერი სცენარი და ამისაც აგროვებს რაღაცა ასე ვთქვათ თავის ანტურაჟს, რომელთაც მე შეიძლება ეს სცენარი გაფორმდეს. ეს ფიგურები, რომელზეც თქვენ მეკითხებით, ხო სწორედ ამ გაფორმების ნაწილია. სამი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, როგორც ჩანს, კრემლმა ახალ მეოთხე გეგმაზე დაიწყო მუშაობა, თუმცა ძველი შემსრულებლით და ნაცნობი თემით. მოსკოვი გასვლავსკვლავ ერთმორწმუნეობაზე აკეთებს პროექტის ხელმძღვანელობა, ქართველთა და რუსთა კავშირის თავმჯდომარეს დაევალა. გეგმის მიხედვით მიხეილ ხუბუტიამ ეკლესიის ავტორიტეტი უნდა გამოიყენოს და ქართველ სასულიერო პირებთან კონტაქტები უნდა დაამყაროს, რაც მედვედევ პუტინთან შეხვედრით უნდა დასრულდეს. თავად ხუბუტია ამ გეგმის არსებობას უარყოფს. ჩვენ მივესალმებით ყველა ჩამოსვლას, ყველა ადამიანის ჩამოსვლას საქართველოსდან რაღაც მეგობრობის ხიდი გაიბას, აღდგეს, რაც შეეხება პატრიარქს, რა თქმა უნდა, ეგ იქნება ძალიან კარგი, მაგრამ მართალი გითხრათ, ამაზე ჩვენ ჯერ აღარ გვიფიქრია და ასეთი საუბრებიც არ გქონდა არავისთან. გეგმის არსებობას უარყოფს, თუმცა ხუბუტია მიუნხენში სამკურნალოდ მყოფ პატრიარქთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს. მიუნხენშიც ვიყავი, მე მგონი ბერლინშიც ვიყავი. აი ახლა მაისში რო იყო კარლოვი ვარებში, მაშინ ვეღარ მოვასწარი. ვფიქრობდი, რომ ჩავსულიყავი მას შემდეგ ბაქოში, მაგრამ მე მგონი პატრიარქმა ვეღარ შესულა, მე მეც გადავიფიქრე ჩასვლა. რა თქმა უნდა, მე ოჯახით ერთად მოვინახულე, ჩავედი, ვინახულე და უბრუნდით. ისაუბრა თუ არა ხუბუტია მიუნხენში კრემლის ახალ გეგმაზე, ეს უცნობია. თუმცა თბილისში ეჭვობენ, რომ კრემლი ერთმორწმუნეობის საბაბით ქართულ საზოგადოებაში დასაყრდენის მოძებნა შეეცდება და მიმართულებით აუცილებლად გააქტიურდება. ის რომ ახალი სავარაუდო გეგმის განხორციელებლად მოსკოვმა კრემლისთვის სანდო ხუბუტია აირჩია, ბევრისთვის არც თუ ისე გასაკვირია. ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თემა, რომელსაც რუსეთი ამუშავებდა და ამუშავებს საქართველოს წინააღმდეგ, არის ჩვენი ეკლესიური ვითომ და ერთმორწმუნეობის კარტის გათამაშება. როცა ვიხსენებთ აი ამ ბოდვით იდეას ერთმორწმუნეობისას, ნუ დაგვავიწყდება ის სისხლი, რომელიც გაიგო ქართველმა ერმა აი ამ იდეით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ იციან, კარგადად იციან, რას აკეთებენ, მაგრამ სხვანაირად მათ არ ძალუძთ, რადგანაც აი ასეთ ყარად არიან დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან. ის რომ მიხეილ ხუბუტია პუტინის და ლუშკოვის ნდობით სარგებლობს ახალი არ არის. რუსეთის მმართველი პარტიის წევრს არც არასდროს დაუმალავს, რომ ის რუსულ სპეცსამსახურებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. რატო გაქვთ ეს სულ სპეცსამსახურების ნდობები ისე? მეგობრო მათთან? ყველასთან. და მეგობრობის გამო ჩუქნია? და ვეხმარები რაღაც ღონისძიებები